3 თებერვალს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ ლელა ლეჟავას და საკო სუხიშვილს. სულ ცოტა ხნის წინ ესთეტიკის სასწავლო ცენტრმა ლოტუსმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ლიცენზია მოიპოვა. რაც გულისხმობს იმას, რომ ლოტუსის სასწავლო პროგრამა დამტკიცებული და აღიარებულია სახელმწიფოს მიერ და ამ პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები შესაბამის საერთაშორისო სერტიფიკატს იღებენ. ამ და სხვა არაერთ საინტერესო სიახლესთან დაკავშირებით ქალების ნარატივში ლოტუსის ესთეტიკის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ლელა ლეჟავა ისაუბრებს. სასწავლო ცენტრ ლოტუს მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავი აქვს. სულ ცოტა ხნის წინ ლოტუსმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ლიცენზია მოიპოვა, რაც იმას გულისხმობს, რომ ლოტუსის სასწავლო პროგრამა დამტკიცებული და აღიარებულია სახელმწიფოს მიერ და ამ პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები შესაბამის საერთაშორისო სერტიფიკატსაც იღებენ. რა შესაძლებლობებს აძლევს ეს კურსდამთავრებულებს, რა მიღწევა ქართული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ლიცენზია თავად კომპანიისთვის. ამ და სხვა თემებზე საუბარს ლოტუსის ესთეტიკის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელთან ლელა ლეჟავასთან ვაგრძელებთ. ლელა, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. ამ სასიამოვნო სიახლეზე სასაუბროთ. მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისთვის. და რა ვიცი, დავიწყოთ. დავიწყოთ ჩვენი საუბარი. მოკლედ, თქვენ დაახლოებით 1 წლის წინ ჩვენს გადაცემაშიც დაანონსეთ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა ქონდა კომპანიას შესასრულებელი, რაც რეალობად არის დღეს უკვე ქცეული. ვისაუბროთ ამ სიახლეზე და ამ მიღწევაზე ლოტუსისთვის. სიამოვნებით, თქვენ სწორედ ბრძანეთ დაახლოებით 1 წლის წინ, სწორედ ამ სტუდიაში და ამ გადაცემაში ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვიყავით გუნდით, რომელიც არასოდეს დავჯერდებოდით მიღწეულს, რომ ჩვენ მუდმივად ვიღებთ და მყისიერად პასუხობთ თანამედროვე გამოწვევებს და დაგპირდით, რომ ამ სიახლეების გაჟღერებაც სწორედ აქ ამ სტუდიაში მოხდებოდა. ჩვენ შევასრულეთ დანაპირები, ეს მიზანი და დანაპირების შესრულება. აუცილებლად და დღეს იამაყით მინდა თავარ ჩვენ მიღწევაზე გესაუბროთ, რომელიც მდგომარეობს შემდგომში, რომ ჩვენმა ლოტუსის ესთეტიური მედიცინის შემსწავლელმა სასწავლო ცენტრმა სულ ახლახანს მოიპოვა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია, ლიცენზირება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები უკვე მიიღებენ ამ ცენტრის შესაბამის სერტიფიკატს და რომ ჩვენი პროგრამა დამტკიცებული და აღიარებული არის სახელმწიფოს მიერ. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა გილოცავთ ამ სიახლეს და ვილოცავ ყველა თქვენს კურსდამთავრებულს და პოტენციურ პროფესიონალს, რომელიც მიიღებს ამ შესაძლებლობას. კურსის მიმართულებებზეც ვთქვათ დეტალურად. ძალიან დიდი მადლობა მოლოცისთვის. დიახ, ჩვენ სასწავლო ცენტრში სწავლება 3 მიმართულებით მიმდინარეობს. ეს არის ლაზეროთერაპია, ეს არის კოსმეტოლოგია და ეს არის მასაჟი. რაც შეეხება ლაზეროთერაპიას, გვაქვს შემდეგი მიმართულებები, ეს არის ალექსანდრიტით ლაზერით ეპილაცია, ეს არის დიოდური ლაზერით ეპილაციას და ტატუს მოშორების კურსი, რომელიც ძალიან აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში. ასევე გვაქვს კოსმეტოლოგია, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ინექციურ კოსმეტოლოგიას და საბაზისო კოსმეტოლოგიას და გვაქვს მასაჟის კურსების შემსწავლელი გაკვეთილები, ასე ვთქვათ, რომელიც მოიცავს როგორც აპარატურულ მასაჟს, ასევე ხელით მასაჟს. დღეს უფრო ვრცლად და დეტალურად მოდით ლაზეროთერაპიაზე ვისაუბროთ და მე ეს ერთ-ერთი მოთხოვნადი კურსია, ალბათ დარწმუნებული ვარ, გამომდინარე თანამედროვე ტენდენციებიდან. რატომ ეხლავე გეტყვით, ლაზეროთერაპია არის სპეციალობა, რომელიც იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ დაეუფლონ ახალ პროფესიას და პირველი ნაბიჯები გადადგან ესთეტიკის სფეროში, ეს ზუსტად ის პროფესია გახლავთ, რაც მათ სჭირდებათ. რადგანაც კურსი არ არის ხანგრძლივი, დაახლოებით 2 კვირას მოიცავს, საკმაოდ ბიუჯეტურია და საშუალებას გაძლევთ სწორედ ასე ვთქვათ მსმენელებს, რომ დავეხმაროთ პირველი ნაბიჯები გადადგან ზოგადად ესთეტიკის სფეროში. ხო, აი, ასაკობრივი შეზღუდვა და კითხოთ, თუ არის ეს, თუ ნებისმიერ ასაკის ადამიანს ნებისმიერ ადამიანს ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ ეზიაროს ესთეტიკის სფეროს და დაეუფლოს ახალ პროფესიას. მთავარი არის, რომ კონდეს ამ შემთხვევაში საშუალო განათლების დამადასტურებელი ცნობა, დანარჩენი ყოლია, ჩემი გამოცდილებიდან თამამად შემიძლია ვთქვათ, რომ ყოლია ძალიან, ასე ვთქვათ, პატარა მონდომებული მსმენელებით, რომელსაც სულ ახლახანს
ჰქონდათ სკოლა დამთავრებული და ჰქონია ეს 60 გადაცილებული ქალბატონებიც, რომელთაც უკვე საკმაოდ კარიერული გამოცდილება ჰქონდათ სხვადასხვა სფეროში და აი გადაწყვეტეს, რომ ზუსტად ესთეტიკის სფეროში მოეცადეთ თავისი ბედი და წარმატებითაც მინდა ვთქვა. ლელა, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით აინტერესებს მაყურებელს რეგისტრაციის პირობები პროგრამაზე. ეს როგორ დგება და რა არის ზოგადად კურსის პრიორიტეტები, ამაზეც მინდა გავამახვილოთ ყურადღება. კი ბატონო, რადგან საუბარი სახელმწიფო პროგრამაზე დავიწყეთ, მოდით გეტყვით სახელმწიფო პროგრამის რეგისტრაციის პირობებს, პროფესიული განათლების დაუფლების მსურველთა ესეთი საიტი არსებობს VET-MSG. ნებისმიერი დაინტერესებული პირი შედის ამ საიტზე, საძიებო ველში მიუთითებს ლოტუსის ესთეტიურ ცენტრს, შემდეგ აირჩევს მისთვის სასურველ პროგრამას, ამ შემთხვევაში ეს იქნება ალექსანდრიტით ლაზერით ეპილაცია და დიოდური ლაზერით ეპილაცია და შემდგომ დარეგისტრირდება. მინდა გითხრათ, რომ საიტზე ჩაშლილად ზედმიწევნით არის ახსნილი და დეტალურად არის მოთხრობილი თვითონ პროგრამის შესახებ და ამიტომ დარეგისტრირება მარტივია, თუმცა დამატებითი კითხვების შემთხვევაში ნებისმიერ დროს მათ შეუძლია მოგმართონ ჩვენ ლოტუსის ესთეტიურ ცენტრს და ასევე თვითონ საიტზე მითითებული არის ცხელი ხაზი, სადაც ტექნიკური გაუგებრობების შემთხვევაში თამამად შეუძლიათ მათაც დაუკავშირდნენ. თავად ლოტუს თუ აქვს რაიმე მოთხოვნები მსმენელის მიმართ, აი რეგისტრაციის შემდგომ უკვე რა ხდება, რაც აი ამ სახელმწიფო პროგრამაზე გაივლიან შორენ საიტზე, მოიძებენ ინფორმაციას, აი ლოტუსი თვითონ რა მოთხოვნებს უწესებს გასაგებია ამ შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამაზე ეს არის სახელმწიფოს მოთხოვნები, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენ ვაკმაყოფილებთ. თუ მსმენელი წარმატებით გაივლის რეგისტრაციას, შემდეგ ჩვენ ვიბარებთ გასაუბრებაზე, ხდება გასაუბრება, გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელმა სავალდებულოა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი ცნობა, საშუალო განათლების, ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ცნობა, 2 ფოტოსურათი და შემდეგ ადგილზე ხდება, ასე ვთქვათ, ხელშეკრულების გაფორმება და უკვე ჩაირიცხებიან ჩვენს კურსებზე. კი ბატონო. დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით ხშირად დასმული შეკითხვა და აქტუალურია საფასური კურსების. ამაზე გავამახვილოთ აუცილებლად ყურადღება ვუუთხრათ ჩვენს მაყურებელს რა ღირს ეს კურსები და ასევე თანადაფინანსების შესაძლებლობაც თუ არსებობს პროგრამების და კურსების ფარგლებში, ესეც მოუყვეთ მაყურებელს. კი ბატონო, სახელმწიფო პროგრამაზე კურსის ღირებულება, ერთი კურსის იქნება ეს ალექსანდრიტო თუ იქნება დიოდური ეპილაცია, კურსის ღირებულება 1250 ლარი გახლავთ. ამ ეტაპზე არის სახელმწიფოს თანადაფინანსება და კურსის საფასური დაახლოებით 900 ლარამდე მერყეობს. მოკლედ ძალიან კარგი შესაძლებლობა ხელმისაწვდომობის ჭრილში. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ლოტუს აქვს ასევე არაერთი სხვა საინტერესო პროგრამა, კურსი, გარდა აღნიშნულისა, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. მინდა ამ პროგრამებზეც ვისაუბროთ, რა შესაძლებლობას აძლევს მომავალ თუ დამწყებ პროფესიონალებს და სწავლით დაინტერესებულ ადამიანებს. კი ბატონო, მოგახსენებთ, სანამ უშუალოდ ლოტუსის პროგრამაზე გადავალ, მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა დაახლოებით 4 კვირაა და 64 აკადემიურ საათს მოიცავს. ამ კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები უკვე ჩამოყალიბებული ლაზეროთერაპევტები არიან. ნულოვანი ცოდნიდანაც კი, შეგვიძლია ვთქვათ. დიახ, ამ ეტაპებში და დღევანდელი რეგულაციებისთვის ზოგადად ლაზეროთერაპევტებისთვის არ მოითხოვება სამედიცინო განათლება. ამიტომ ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს ესთეტიკის სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს, რომ ამ სპეციალობას დაეუფლონ. კურსის ხანგრძლივობა 4 კვირაა, როგორც გითხარით, 64 აკადემიურ საათს მოიცავს და უკვე ასეთ კურს დამთავრებულებს გარდა იმის, რომ მათ აქვს თეორიული ცოდნა ძალიან მაღალ დონეზე, პრაქტიკულ უნარჩვევებსაც ფაქტიურად თავისუფლად ფლობენ. რაც შეეხება ახლა თქვენს დასმულ კითხვას და იმ კურსებს და იმ ჩამონათვალს და სხვა პროგრამებს, რომელიც ჩვენი ესთეტიკური ცენტრი, სასწავლო ცენტრი ახორციელებს, გახლავთ ეგრეთ წოდებული ექსპრეს კურსი. რა არის ახლა ექსპრეს კურსი? ამაზე რომ ვისაუბროთ, ექსპრეს კურსზე სწავლების ხანგრძლივობა არის 2 კვირა. იგი მოიცავს როგორც თეორიულ კურსს, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს და ექსპრეს კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს საშუალებას ეძლევან დააგროვონ ეგრეთ წოდებული კრედიტ ქულები, ანუ სამუშაო საათების მარტივად რო ვთქვათ, ანუ ისინი მიმაგრებულები არიან გამოცდილ ლაზეროთერაპევტებს, რა თქმა უნდა, კურსის დასრულების შემდეგ, სადაც როგორც უკვე გითხარით, იმდენად სრულფასოვნად ეუფლებიან ამ პრაქტიკულ უნარჩვევებს, რომ თავისუფლად უკვე მზა კადრი არის ეს
ესეთი კურსდამთავრებული ნებისმიერი დამსაქმებლისთვის. თვითონ ექსპრეს კურსს მინიჭებული აქვს ხარისხის სტანდარტი ISO 9001 და კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები, რა თქმა უნდა, ISO 9001 სტანდარტით, ხოლო თუ ისინი კიდევ აიღებენ დამატებით სამუშაო საათებს, უკვე მაგ დიპლომის სახით გადაეცემათ ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი და როგორც უკვე გითხარით, ისინი სრულფასოვნად უკვე ფლობენ ამ პროფესიას. კი ბატონო ლელა, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია, რაზეც ახლა საუბრობთ, მინდა რომ მაყურებელი კიდევ უფრო კარგად გავარკვიოთ ამ შესაძლებლობების არსში. აი რა არის ეს, რა ბენეფიტია თითოეული დაინტერესებულისთვის ლოტუსის მხრიდან? მოგახსენებთ, ჩვენ დღევანდელი გადმოსახედიდან და რომ შევაფასოთ თუნდაც ეს განვლილი ბოლო 1 წელი და ნახევარი, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სასწავლო ცენტრს გამოარჩევს ის და მიმზიდველი, ასე ვთქვათ, დამსაქმებლისთვისა და თვითონ დაინტერესებული ადამიანებისთვისაც არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ზუსტად მსმენელებზე მორგებული პირობები, ჩვენ ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნებს და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი შეთავაზება გვაქვს იმ ადამიანებისთვის, რომელსაც სურთ დაეუფლონ ახალ პროფესიას. როგორც გითხარით, პირველი და ეს მნიშვნელოვანი ბოლო მიღწევა ეს გახლავთ სახელმწიფო აკრედიტაცია და სახელმწიფო ლიცენზირება, მეორე ეს არის ექსპრეს კურსი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და აქაც ამ თუნდაც დამატებითი სამუშაო საათების აღების შემთხვევაში, რომელიც თუ არ ვწდები მხოლოდ ჩვენ ცენტრს აქვს, მსმენელი უკვე ძირფესვიანად ეუფლება სასურველ პროფესიას. გარდა ამისა, რომ მოვყვეთ იმ ძალიან ბევრი პროგრამის შესახებ, რომელიც ასევე ჩვენ ცენტრში ხორციელდება, გახლავთ ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შეთავაზება რეგიონებისთვის. ეს ნუ მეკითხა ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ თბილისსა და დედაქალაქზე არ იყოს კონცენტრირებული და ორიენტირებული ყველა შესაძლებლობა. ბაზარზე ვოპერირებ დაახლოებით თვითონ სკოლა, თვითონ ლოტუსი 15 წელიწადია. კი ბატონო, საკმაოდ დიდი სტაჟით და გამოცდილებით, ხოლო თვითონ სასწავლო ცენტრი თითქმის 10 წელია უკვე ქართულ ბაზარზეა და ჩვენ კარგად გვაქვს შესწავლილი, ასე ვთქვათ, თანამედროვე გამოწვევები, თანამედროვე მოთხოვნები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვყავს კომპანია, პარტნიორი კომპანია ბელნატურის სახელწოდებით, რომელიც რეგიონებში ოპერირებს, ძირითადად, თუმცა თბილისშიც აქვს ფილიალები და ბელნატურის ფილიალებში ხორციელდება ჩვენი სტუდენტების, ასე ვთქვათ, მოზიდვა სასწავლო ცენტრში. ეს ეხება დღევანდელი მონაცემებით აჭარის რეგიონს, სადაც გვაქვს ერთი ფილიალი ბათუმში კერძოდ და მეორე იმერეთის რეგიონი, რომელიც ორი ფილიალით არის წარმოდგენილი, ეს გახლავთ სამტრედია და ქუთაისი. რეგიონში მაცხოვრებელი ადამიანები რეგისტრირდებიან ჩვეულებრივ ჩვენს ექსპრეს კურსზე, მათ გაკვეთილები, თეორიული კურსი უტარდებათ ონლაინ, პრაქტიკულ უნარჩვევებს ისინი უკვე ადგილზე იძენენ აღნიშნულ ფილიალებში, ბელნატურის ფილიალებში, შემდეგ ჩვენ ჩავდივართ, ასე ვთქვათ, გამოცდის ჩასაბარებლად, ვიბარებთ მათგან გამოცდას, რომელთაც მინდა გითხრათ, აი თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ძალიან წამოვიდა ამ ბოლო დროს რეგიონებიდან მომართვიანობა და ძალიან წამოვიდა დაინტერესება თვითონ დამსაქმებლების მიმართაც რეგიონებიდან მოთხოვნა გაიზარდა და ძალიან დიდი ყურადღება ექცევა უკვე იქაც ესთეტიკის სფეროს და უკვე კვალიფიციურ კადრსაც რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე რეგიონებსაც ისევე როგორც თბილისის სტუდენტებს ექსპრეს კურსზე შეუძლიათ გაიარონ ეს დამატებითი სამუშაო საათები და დამატებით სამუშაო საათებზე იმდენ გამოცდილებას და კვალიფიკაციას იღებენ ისინი, რომ როგორც უკვე აღნიშნეთ, ნებისმიერი დამსაქმებისთვის სასურველი კადრი არიან. და ამითაც აიხსნება ალბათ მაღალი მოთხოვნა ჩვენ სტუდენტებზე. კი ბატონო, თქვენ მართლაც ძალიან ბევრი არგუმენტი, ასე ვთქვათ, მოუყევით ჩვენს მაყურებელს, რატომაც ღირს რომ ლოტუსის ეს კურსები აირჩიოს მსურველმა, თუმცა მინდა კითხოთ, რა არის ის მთავარი, ის უპირატესობები, რაც ლოტუს სასწავლო ცენტრს აქვს დღეს ბაზარზე და იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაზეც პრინციპში უკვე ვისაუბრეთ, როგორ ფიქრობთ, მათ შორის ეს სერტიფიკატი კიდევ რა დამატებითი წახალისება იქნება კურსის ფარგლებში? კი ბატონო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ბენეფიტებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ საუბარი არ დამასრულებია. ასე რომ ძალიან კიდევ ბევრი შეთავაზებაზე შემიძლია ძალიან მოკლედ გიამბოთ, რომელიც ჩვენ მსმენელებს თავაზობთ და შემდეგ გავცეთ, რა
თქმა უნდა პასუხი თქვენს მიერ დასმულ კითხვას. ანუ გარდა აი ამ ექსპრეს კურსისა, სახელმწიფო პროგრამისა, ჩვენ გვაქვს კიდევ და რეგიონების პროგრამისა, გვაქვს ინდივიდუალური კურსები. ამ შემთხვევაში მსმენელი თვითონ ირჩევს მისთვის სასურველ დროს და ჩვენ ასე ვთქვით ვეწყობით მის მოთხოვნას და ამას ინდივიდუალური გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე ინდივიდუალურ კურსებს ვეძახით, ინდივიდუალურად მისთვის ტარდება როგორც თეორიული კურსი, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები და ესეც არ არის ყველაფერი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სულ ახლახანს დავამატეთ ეგრეთ წოდებული საღამო სკოლა. რას ნიშნავს საღამო სკოლა? სწავლა იწყება 7 საათზე, ჩვეულებრივად გრძელდება, მიღება ხდება როგორც ალექსანდრით ლაზერით ეპილაციაზე, ისე დიოდური ლაზერით ეპილაციაზე და ამ ხრივ ეს კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაკავებულები არიან, მუშაობენ და ჩვეულებრივ სამუშაო საათებში ვერ ახერხებენ ამა თუ იმ მიზეზის გამო დაეუფლონ ახალ პროფესიას. ეს კურსი სწორად მათთვის არის. ჩვენ გავითვალისწინეთ უცხოელი სტუდენტების და ამის გამოცდილებად გვაქვს. მათთვისაც არის ცალკე კურსი და მათთვის სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და ესეც არ არის მინდა გითხრათ ყველაფერი. ჩვენთან ძალიან დიდი მომართვიანობა არის ემიგრანტების. და ამ კუთხითაც ვცდილობთ, რომ მათ ყველანაირად ხელი შეუწყოთ და დავეხმაროთ ახალი პროფესიის დაუფლებაში. ძალიან დიდი გამოცდილება იყო დაახლოებით 20-25-მდე ემიგრანტმა გაიარა ზუსტად მხოლოდ რებრენდინგის და ჩემი, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობის ქვეშ აი ეს კურსი. ძირითადად ასეთი სტუდენტების დატვირთვა ზაფხულის თვეზე მოდის ხოლმე, თუმცა ეხლა საფრანგეთიდან ველოდებით კიდევ 2 სტუდენტს, რომელიც აი ძალიან მალე შეუდგება სწავლის დაწყებას. ესეთ სტუდენტებს, გარდა იმისა, რომ ისინი შვებულებებს იღებენ, ჩამოდიან და ეუფლებიან პროფესიას, იმ საშუალებასაც ვაძლევთ, რომ დროის, ასე ვთქვათ, დაზოგვის მიზნით თეორიული კურსი გაიარონ ონლაინ, შემდეგ ჩამოვიდნენ პრაქტიკულზე, დიახ, ჩამოვიდნენ საქართველოში, გაიარონ თქვათ პრაქტიკული მეცადინეობები და მათაც შესაბამისად გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი ISO 9001-ის. ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავია, რაც გააჟღერეთ ემიგრანტების ნაწილში. გულისხმობ, აი, პირველადმა შედეგებმა უკვე საუბრობთ, რომ არაერთი ქვეყნიდან ემიგრანტები დაინტერესდნენ, რა ჩვენა, როგორ შედეგებზე შეგვიძლია ვისაუბროთ და გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ქვეყნებშიც ეს პროფესიები არის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი და კიდევ უფრო მეტად ფასობს ვიდრე ჩვენს ქვეყანაში და მოთხოვნადია. აი, რა ჩვენა ამ შედეგებმა და ამ მიმართულებით აპირებს თუ არა კომპანია, რომ მუდმივად გააგრძელოს ემიგრანტებთან მუშაობა. ეს იმდენად საინტერესო პროცესია, რომ ჩვენი კომპანია, როგორც გითხარით, თანამედროვე გამოწვევებს, მაშინვე იღებს და მყისიერად პასუხობს, ასე ვთქვათ. ასე რომ ამ ხრივ გამოცდილება საკმაოდ დიდია. ძალიან ყველა ქვეყანას თავის მოთხოვნა აქვს ზოგადად ესთეტიკის სფეროს მიმართ და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი სკოლა ზუსტად რომ ძალიან ბევრი ქვეყნის მოთხოვნას აკმაყოფილებს ამ კუთხით და ძალიან ბევრი სტუდენტი, აი იმ სტუდენტებიდან, რომელიც ჩვენგან წავიდნენ და მიიღეს ცოდნა, უკვე წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა ქვეყნებში. რაც შეეხება, აი ძალიან ხშირად ისმის ხოლმე ესეთი შეკითხვა, რომ აი საერთაშორისო სერტიფიკატი. ხშირად არის ესეთი სტერეოტიპიც, რომ აი თუ ინგლისურ ენოვან სერტიფიკატს მთავაზობს ცენტრი, ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო და მე მომხმარებელი მოტყუებული რჩება, რომ რეალურად საწუხმოლოდინი იყოს. ხაროთ, როგორც წესი ასეა და მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ინგლისურად ნათარგმნი სერტიფიკატი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის არის საერთაშორისო სერტიფიკატი. რა ხდება ჩვენს შემთხვევაში? ჩვენ შემთხვევაში ჩვენ მსმენელს ვაძლევთ არჩევანის საშუალებას. მას შეუძლია აიღოს სახელმწიფო აკრედიტაციით სერტიფიკატი და შეუძლია აიღოს ISO ხარისხით დამოწმებული სერტიფიკატი. რა თქმა უნდა, სერტიფიკატები არის ინგლისურენოვანი და სახელმწიფო პროგრამა რეგისტრირდება შესაბამის ბაზაშიც. მაგრამ ყოველთვის ვაფრთხილებ იმ მსმენელს, რომელიც ახლა აპირებს ჩვენთან ჩამოსვლას და კურსის გავლას, რომ მათ ძალიან კარგად უნდა გაიარონ ის მოთხოვნები, რომელიც აქვს იმ კონკრეტულ ქვეყანას, საიდანაც სურთ ჩამობრძანება, ხო? აი ჩვენ მქონია შემთხვევა, ჩვენი ემიგრანტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, განსაკუთრებით ბრუკლინიდან, ისინი ჩამოდიან ჩვენთან, იძენენ ცოდნას, იღებენ შესაბამის სერტიფიკატს, შემდეგ ამ სერტიფიკატის დამოწმება ხდება ნოტარიული გზით და ისინი წარმატებით მუშაობენ თავიანთ ცენტრებში. ბელგიიდან მქონდა ასეთი შემთხვევა და ასევე იტალიიდან, სადაც იტალიიდან განსაკუთრებით ეს ქვეყანა ითხოვს მათი ესთეტიკის, ზოგადი ესთეტიკის სკოლის გავლას და ამის შემდეგ ჩვენი ესთეტიკის
სკოლის აღიარება ამ ქვეყანაში, ასე ვთქვათ, საპირწონეა და რა თქმა უნდა, ექვემდებარება სტანდარტებს. მხოლოდ სკოლის გავლის შემდეგ, ბელგიის შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ნოტარიულად დამტკიცების შემდეგ ჩვენი სერტიფიკატი იქაც გავიდა და თავისუფლად მუშაობენ. საფრანგეთთან მქონდა ანალოგიური შემთხვევა, მოკლედ ძალიან კარგად გაიგეთ იმ ქვეყნის მოთხოვნები, სადაც აპირებთ თქვენი ესთეტიკური ცენტრის გახსნას და დანარჩენზე ჩვენ ვისრულებთ. დასაქმების შესაძლებლობაზეც უნდა გკითხოთ, ნებისმიერი კურსის გავლის შემდგომ სწავლებასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია შემდგომ უკვე რა ხდება, როცა კურსს გავივლი. ამ მიმართულებით თუ არის რაიმე შესაძლებლობა? რა თქმა უნდა, დღითი დღე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ იმატებს მოთხოვნა ესთეტიკის სფეროზე ჩვენს ქვეყანაშიც და როგორც გითხარით, ძალიან გაიზარდა მოთხოვნა რეგიონებშიც კი. რადგანაც მოთხოვნა არის ძალიან დიდი, აქედან გამომდინარე კვალიფიციურ კადრზეც მოთხოვნა ძალიან დიდია. ჩვენ მსმენელებს ვასაქმებთ ჩვენს ლოტუსის ცენტრში და ლოტუსის ყველა ფილიალში მინდა თამამად გითხრათ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ზუსტად დასაქმებული არიან ლაზეროთერაპიის და არა მარტო ლაზეროთერაპიის პოზიციაზე. გარდა ამისა, ჩვენს პარტნიორ კომპანიებში ვასაქმებთ და ჩვენი, რა თქმა უნდა, კონკურენტი კომპანიების, რომელსაც ჭირდებათ კადრი, გვირეკავენ და რეკომენდაციის საფუძველზე, რა თქმა უნდა, იქაც ძალიან ბევრია და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრმა პირადად ჩვენთან გავლილმა მსმენელმა დააარსა საკუთარი ესთეტიური ცენტრი და ისინი დღეს წარმატებით ახორციელებენ, თქვათ, თავიანთ საქმიანობას და აქვე დავამატებ, რაც კიდევ ერთ ხელხასს უსმებს ჩვენი სკოლის პრიორიტეტებს, რომ ჩვენთან არის სწავლება მხოლოდ სპეციალობა. ჩვენ გვაქვს ასეთი კურსი, სამედიცინო ეთიკის კურსი, რომლის შექმნის იდეაც და განხორციელებაც პირადად ჩვენი სკოლიდან მოდის, ასე ვთქვათ, და დაფუძნებული არის ჩვენთან. რას გულისხმობს სამედიცინო ეთიკა? სპეციალობის გარდა ჩვენ მსმენელებს ვასწავლით სამედიცინო ეთიკის ნორმებს. ძალიან ბევრ რამეს მოიცავს სამედიცინო ეთიკას, თუნდაც ურთიერთობას პაციენტთან, ურთიერთობას კოლეგებთან, ზოგადი ეთიკის ნორმებს, იქნება ეს კონფიდენციალობის დაცვა, იქნება პაციენტის ავტონომია, პროცედურის მიღების თავისებურებები და ამ შემთხვევაში ძალიან ყველაზე მეტი სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე მეტი შენიშვნა რაღაც უკმაყოფილება ძირითადად ესთეტიურ ცენტრებში ზუსტად რომ აი ამ კუთხით ესთეტიკის კუთხით, ეთიკის კუთხით მოდის და ურთიერთობების კუთხით მოდის. ამიტომ თამამად შეგვიძლია განმაცხადოთ, რომ ჩვენ ვასწავლით არა მარტო სპეციალობას, ჩვენ ვასწავლით ადამიანებთან, კოლეგებთან, პაციენტთან ურთიერთობასაც კი. ლელა, ჩვენი საუბარი შეჯამებისკენ რომ წავიყვანოთ, მინდა გკითხოთ, ინდუსტრიის განვითარების კვალდაკვალ ვიცით, რომ სილამაზის ესთეტიკის ინდუსტრია ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თქვენ როგორც ესთეტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, როგორ ინარჩუნებთ мотиваციას, რომ აი მუდმივად ამ ინოვაციებს, განვითარების ტემპს აუწყოთ ფეხი და მიყვოთ ამ პროცესს. აი რა გაძლევთ ამ დროს ყველაზე მეტად ძალას? ყველაზე დიდ мотиваციას მაძლევს ის გუნდი, რომელთან ერთადაც მიხდება მუშაობა, ასე ვთქვათ, ყველა საფეხურზე, ჩემი თანამშრომლები, მომუშავე ყველა საფეხურზე არიან ყველაზე ჩემი დიდი мотиваტორები, რომლებიც არ მაძლევენ ძალიანაც მინდოდეს არ მაძლევენ ნამდვილად მოდუნების საშუალებას და ამიტომ ხდება ნელ-ნელა ჩვენი სკოლა სულ მეტად უფრო საინტერესო და საინტერესო. мотиваცია ზოგადად მე უმაღლეს სამედიცინო განათლება მაქვს, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობდი როგორც სამედიცინო, ასევე სამედიცინო მენეჯმენტის კუთხით, მაგრამ აი ეს დაინტერესება ესთეტიკის სფეროს მიმართ ყოველთვის მქონდა და ბოლოს აი ეს ესთეტიკისადმი განსაკუთრებული სიყვარული და ჩემი სამედიცინო განათლება ერთმანეთს შეერწყა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და მე ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვემსახურები და ვასწავლი ადამიანებს ზუსტად ესთეტიკის სფეროს, სილამაზის სფეროს და ვაზიარებ სილამაზის ხელოვნებას. რადგან ქალების ნარატივში ვართ, მინდა გკითხოთ, მნიშვნელოვანი და აქტუალური იქნება ეს შეკითხვა. რამდენად მნიშვნელოვანია და ზოგადად რამდენად აძლიერებს სფეროს მომსახურების ხარისხს ამ სფეროში და ამ დარგში წარმატებული ქალების არსებობა? აი, ქალებს რა როლი აქვთ ესთეტიკის ინდუსტრიის განვითარებაში? თქვენი გამოცნობიდანაც გამომდინარე, საინტერესო იქნება შეფასება. მინდა გითხრათ, რომ არა მარტო ესთეტიკის სფეროს, ყველა სფეროს ალბათ ვალამაზებთ და ვაჯანსაღებთ, ვაძლიერებთ ქალები. რა თქმა უნდა, დღევანდელი გამოწვევებიდან
და დღევანდელ ყოფაში ქალების როლი ყველგან ძალიან დიდია და მის თუმეტეს ესთეტიკის სფეროში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მამაკაცების დაინტერესებამაც საგრძნობლად იმატა ბოლო წლების განმავლობაში და ეს აღარ არის ის სფერო, სადაც მხოლოდ ქალები ვიყავით დასაქმებული და დაინტერესებული. დომინაციას ვინ არჩუნებს? რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ვინ არჩუნებს სტაბილურად დომინაციას, თუმცა საკმაოდ იზრდება მოთხოვნა. ძალიან, როგორც მოთხოვნა, ასევე სწავლის სურვილი ძალიან იზრდება მამაკაცების მხრიდან. ლელა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, ამ საინტერესო ამბების დაგროვებისთვის და როგორც თქვით, ეს იყო 1 წლის უკან თქვენი დაპირება, რომელიც შესრულდა და ველოდებით უკვე შემდგომ, ასე ვთქვათ, მიზნებს ლოტუსისგან და შედეგებს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად აჩვენებ და შემდეგ შეხვედრამდე მოკლედ საინტერესო ამბებით დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დაგვიბრუნდებით. აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუდიაში მოწვევისთვის და ამ საინტერესო საუბრისთვის და პირობას ვდებთ, რომ კიდევ მომდევნო 1 წლის ანგარიშ, რომელსაც არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება, აუცილებლად თქვენთან გავაჟღერებ თქვენი მსმენელის წინაშე. მადლობა კიდევ ერთხელ.